გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მივემგზავრებით ცხოველთა სამყაროში. ამ ვიდეოში ინგლისურად შევისწავლით ცხოველების დასახელებებს, გავიგებთ სად ცხოვრობენ ისინი, რა კატეგორიებად იყოფიან და რატომ არის მათი როლი ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი პლანეტისთვის. თუ გინდა ინგლისური სწავლა საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებით, ეს ვიდეო შენთვისაა. მოდით, ცოტა მარტივით დავიწყოთ. Animal groups, ან ცხოველთა კატეგორიები, mammals, ძუძუმწოვრები, birds, ფრინველები, reptiles, ქვეწარმავლები, amphibians, ამფიბიები, fish, თევზები, insects, მწერები, arachnids, ობობასნაირები, crustaceans, კიბოსნაირები, mollusks, მოლუსკები. ახლა კი განვაგრძოთ მათი natural habitats, ანუ ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილები, forest, ტყე, jungle, ჯუნგლები, rainforest, ტროპიკული ტყე, desert, უდაბნო, savanna, savannah, grassland, ბალახნარი, ocean, ოკეანე, river, მდინარე, lake, ტბა, mountain, მთა, arctic, არქტიკა. ახლა კი ვისწავლოთ ძუძუმწოვარი ცხოველების დასახელება. giraffe, ჟირაფი, goat, თხა, gorilla, გორილა, hamster, ზაზუნა, hippo, ჰიპოპოტამი, horse, ცხენი, kangaroo, კენგურუ, კოალა, კოალა, rabbit, კურდღელი, dolphin, დელფინი, cat, კატა, cow, ძროხა, cheetah, გეპარდი, panda, პანდა, bull, ხარი, bear, დათვი, bat, ღამურა, elephant, სპილო, lion, ლომი, monkey, მაიმუნი, mouse, თაგვი, dog, ძაღლი. ახლა გადავიდეთ ფრინველების დასახელებებზე. goose, ბატი, pigeon, მტრედი, penguin, პინგვინი, parrot, ტუტიყუში, chicken, ქათამი, ostrich, სირაქლემა, owl, ბუ, duck, იხვი, flamingo, flamingo, თურქაი, ინდაური. რეპტილიებსაც შევეხოთ. crocodile, ნიანგი, snake, გველი, tortoise, ხმელეთის კუ, turtle, ზღვის კუ. ახლა კი ცოტა ვისაუბროთ მწერებზეც. ladybug, ჭიამაია, butterfly, პეპელა, bee, ფუტკარი. ახლა კი ჩვენ მასწავლებლებმა თქვენთვის მოვამზადეთ მოკლე მონოლოგი ბუნების დაცვის საკითხთან დაკავშირებით. ეს არ ეძღვნება მხოლოდ და მხოლოდ უცხოენის სწავლებას. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს სწორი ღირებულებების გაუზიაროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ასაკის ბავშვებიც არიან შენი მაყურებლები. გსურს გავიხსენოთ, რომ ბუნება ჩვენი სახელია და ჩვენი პასუხისმგებლობაა მასზე ზრუნვა და მოფრთხილება. I am speaking for parents and young students. Nature is our friend and taking care of it is our responsibility. Animals are an important part of nature, so we must protect them, love them, and never harm their homes. We should never hunt them thoughtlessly because they are our friends. Each of us should help keep our cities and villages green, leave forests, rivers, and lakes clean, and take good care of our pets. Every day we can do small things to help nature. Plant a tree or give food and shelter to animals in need. When we care for nature and animals, we make our world a happier, safer, and more beautiful home for everyone. Nature and animals are our shared home. Our planet is the place where we breathe, learn, and live together. Every animal, big or small, has its own role in the life of the earth. They are our friends, and without them, the planet cannot survive. That's why, every day, each of us should try to take care of nature, not pollute it, and help animals in need. We can give a home to homeless animals, love them, and protect our forests, rivers, and fields. By doing this, we keep our planet safe and make it a happy home for all living things. ახლა კი ვაკეთებთ ტრადიციულად სავარჯიშოებს, აგერ მოცემული გვაქვს გარკვეული სახასიათო ნიშნები და ცხოველების სახელები, თქვენ კი უნდა შეურჩიოთ ამ ცხოველებს შესაბამისი დამახასიათებელი ნიშნები.
გმადლობთ, რომ უყურეთ ამ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და თქვენი შეფასების დატოვება კომენტარებში. აბა შემდეგ ვიდეოებით.